გიჩვენე თუ ამას? ამას საფაში რა. ეხლა. ხო. უთხარი შენებს და როცა იტყვიან, მაშინ დაუნიშნოთ რა. ხო, გუშინ მკითხეს კიდე. ხო რა, როცა თქვენ გაცხობთ, მაშინ თქვენ ხა მე გისახს ვარ ემონდებ ეხლა მაგრამ. და კი ხოცები ისე გავაკეთეთ, რომ პირდაპირ იქ გადავიდეთ რა. ხო, ეგრე მინდა პროსა ხო ჩემი ბიძაშვილი ჩამოდეს ხა იმას თავიდანვე ვერ ვეთქვი ხა აქ არის ცხოვრობ თქვა სიცხვილია. და ის სანამ ბოლომდე არ გაკეთდება არ მინდა გადასვლა. მივიდეთ. დილამშვიდობის როგორ ახარ? კარგად, შენ? რავი, კარგად, აი, გეკმავთ ქორწილის ამბებს რა. ადვილსაფრთხე კარგი გონოს ხა ეგ. არა რა, ადვილებისა გადავიფიქრო უგედო. ხო, გადაიქცევ და კარგიცაც დაიჭერ. ერთი ჩიტი დავიჭირო. ეგრე ნუ ხუმრობ შენ. ჩვენ კაბები შევარჩიეთ უკვე. კაბები? თიახ, ერთი აქ და ერთი იქ. მე ვანახეთ რა, მაინტერესებს. აქ შეიძლება. ანუ ხო, ქორწილამდე არ უნდა ნახოს სიძებთორები და შურლებიან და რამე ხო. ვის გჯერათ? ჯერა და დამიჯერე რომ ქორწილამდე ამ გოგოს იმ კაბაში ვერ ნახა. ვერა. ანუ მეც ორი შაბა კოსტუმი უნდა ჩავიცვე, რა? სასურველი მაგრამ შენ დიდად ყურადღებას არავინ მოგაქცევს. რატო? იმიტომ რომ ქორწილში ძირითადად პატარძალს აქცევენ ყურადღებას და აკვირდებენ მის მეჯვარეებს. კი ბატონო. და ყურადღებით იყავით, რომ მარხოს არ დაამთხვიოთ. წერა? არა, ეგრე შორს არ გადავწევთ. და სახლზე რა შვები? აი ვიწყებ ხა დღეს არ ემოცია. და იქ უნდა იცხოვროთ, არა, ეგ ვერ ვიცხოვრები, როგორ ვიცხოვრებ. ბინას ვიქირავებ ალბათ რა რამის მანამდე. ერთ თვეში. მითავისუფლდება 1 ოთახი და მოგაქირავებს. უი, შენ მართლა მარტო რჩები და რა საპირებ ხარ რას, რა ვიცი, რომ მოვძებნო ახლა ვინმე. კარგი მოძებნო ხო, ვიცოდი, ისე და ხოვანი, ბრგე, რაღაცნაირად გაიდები რა, არა, რა გინდა გასულ. ხოლმეზე რო ვიხუმროთ, არა? ხუმრო და. ვიდრე ჩემ კონსულში უნდა გაგათხოვო რა. უეჭველი, და ჩემი არჩეული ბიჭი ძალიან მოგეწონება. კარგ საგირჩას ხარ. კი. ცოტაც ერთი თვეც. კაი. შეიძლება თქო? მოდი ლევან, მოდი. დაჭიქი. აქ რა საკეთებ? ბოდიშის მოსახდელად მოვედი. ლევან, ხომ იცი მე შენ როგორ დიდ პატივს ვქცევ? ვიცი. იცი რა, ჩემ მდგომარეობაში უნდა შეხვიდე. ასობით სტუდენტზე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ასე ვერ გაგრძელდებოდა ლევან. მესმის თენა და სწორად მოიქეცი. მშობლები ძალიან ბევრ ფულს იხდიან, რომ მათ მაშულებმა კარგი განათლება მიიღონ. რა პასუხი უნდა გავცე? კარგი თენა არ არის მოგისახსნა საჭირო, ვიცი, მართლა ვიცი. ბოდიში. ლევან, ძალიან გიხვეწები და პირაწყენად არ მიიღო. არ ვიღებ, არა. ლექციებზე არ დადიოდი, აცდენდი, ნასვამ მდგომარეობაში მოდიოდი. მე სხვა გამოსავალი არ მქონდა. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მე თვითონაც ძალიან დავდობ ამას ყველაფერს. მესმის და ძალიან წუხარ, მართლა გეუბნები. პირობას გაძლევ, რომ ესეთი რაღაც აღარ განმეორდება. პირობას გაძლევ. რა ვიცი, ძალიან მიჭირს მე ამის დაჭერება. ძალიან ვთხოვ, ერთი შანსი მომეცი რა. დამაბრუნე ერთი შანსი მომეცი. მოიცა შენ რა, უნივერსიტეტში დინდა დაბრუნება? კი, მინდა. არ ვიცი ლევან, არ ვიცი. თინა, დროებით ისი სუსტეო. გაიარა, წარსულს ჩაბარდა. დამთავრდა. გასაგებია ლევან, მაგრამ ასეთი ჩვევები ასე მარტივად წარსულში არ რჩება. თინა, წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, რამდენი პასუხისმგებლობები მაქვს აღებული საბამხოს მისახედი. მეც მინდა რომ დავულაგდე ცოტა. რა ვიცი ლევან, ძალიან მიხარია შენგან ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ ერთი შანსი მომეცი. ჩემი რეაბილიტაციისთვისაც კარგი იქნება, ყველაფრისთვის კარგი იქნება. გთხოვ რა, პირობას გაძლევ, რომ აღარ განმეორდება ესეთი რაღაცა. კარგი ლევან, ოღონდ არავითარი დაგვიანება, არავითარი ლექციების გაწენა და ნასვამ მდგომარეობაში სტუდენტებთან მოსვლა. არა, რა თქმა უნდა. კარგი, მაშინ მე ვეცდები, რომ შენი დაბრუნების საკითხი გავიტანო საბჭოზე და ვნახოთ რა პასუხი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო, კარგი. რას იზავ ახლა? ეხლა დაიწყებ თუ პასუხს დაელოდებ? დავიწყებ ახლა. კარგი ლევან, კარგი, მაშინ მესამეებთან შედი, დღეს ჯოლოგო არ იქნება და ჩაატარე ლექცია. კარგი, შევა. რომელი აუდიტორია? 103.
5 წუთია რაც ლექცია დაიწყო. ძალიან დიდი მადლობა. კარგი. კარგად. გამარჯობა. მზად ხართ ლექციისთვის? ვა, ბატონო, გამოდით? კი, როგორც ხედავთ. ეხლა მომჯალობას ლექცია უნდა გქონდეს. კი, მაგრამ თომაზე არის და მის მაგალითად მე შემოვედი. ვა, მაგარი, ანუ სულ თქვენ იქნებით? არა, სულ მე არ ვიქნები, უბრალოდ თამას ვსვი. დავიწყოთ ლექცია. Agora ხარ? აი მიზანს ვთქვა. მე ვისწავლე თქვა რომ წინაპრეს არ დამიგო რა საქმე რო გაქვს მეორე დღეს რა. ვაიმე. ვახომ რა გითხრა, ვახომ. არაფერი რა მოეწონა და გაუსწორდა და მივაწვით მოხოდოთ ბოლომდე. შეხან ნუ იდეა ყველას მოგწონს, მაგრამ მოსახოდია იქ თემა. აი მე გიორგი მოვხოდავთ, აბა რას ვიზავთ, просто ძალიან ცუდად ვარ შე. კაი. კეკო. აი, ზუსტად მაგის საკითხავად მოვედი მეც თქვენთან. აბა, რა ხდება მოყევი? 2 დღეა დატოს ურეკავ და საერთოდ არ იღებს ტელეფონს. სამსახურშიც ეყოფილა? მოდის, მაგრამ просто ცოტა გვიან მოდის რა. ანუ დღესაც მოვა. მოვა. просто ცოტა გვიან ალბათ რა. არა, ის არის რაღაცა აუჯის საყლად გავუშვით და საფუძველი აქვს მოსატანიდან. წეს თუნდა მოვიდეს. აუ, აქ დაველოდები რა მაშინ. იყავი რა პრობლემაა. აუ, გუშინ მაგას რა საქმეები ქონდა გვიანობამდე. მაგრამ ჩვენ ვერ დაგირეკა ალბათ რა. ეხა კიდე უეჭველი ძინავს იასნია. აი ვიწებს გაიჩნდება რა. ბანანა. კაი, მოდი. რა ხდება? არ ვიცი, ჩავალ და გავარ. თქო გეხვეწები, ხა შენ არ დაიგრუზო რა მაგაზე გთხოვ რა, ხო იცი ხა რა მდგომარეობაშიც არის დატო რა. 2 დღეა საერთოდ არ გამოჩენილა, უკვე ძალიან ნერვიულობ მეც. ხო მაგრამ ხო ხდები ხა ანუ რაჭის ტიპს, ანუ ყველაფერი ერთად ანუ არ ვიცი. აი, ბაბში ყველაფერზე ნერვიულობს. საერთოდ უკვე. მე მეც შეღარ ვისვენებ უკვე რაღაცნაირად. შენ ვალზე როგორ ნერვიულობდა, იცი? ჩემ ვალზე? ხო, ზუკას ვალი მაქვსო. არ მიგონა შენ თუ ვიცოდი რა. ბოლოს ისე ნერვიულა რომ ავდექი და მე ვასესხე ფული. შენ მიეცი ფული? ხო, კაი, რა მოხდა? ხო მეც უნდა დაიბრუნებინა. ხო, რავი, არ მეჩქარებოდა მე და მაგით. ახალი ტელეფონი გაქვს? არა, ეს ხტატო მეჩქა რამდენიმე დღის წინ. ავზუკაცები კაფეები? კი, პირველ სართულზეა, გინდა არ მოგიტანა? არა. კი, ამიტომ მე თვითონ წავალ. უბრალოდ პატრონო მოუთხარ გამერებას, კაი? კი, აბა რას? კაი, დროებით. კაი. 10,000 აღებული ანგარიშთან. ავეჯის ფული. არა, ავეჯის ფული ეგ ცალკე. მაგრამ არ მინდა რომ ეგრე იყოს რა. მაგრამ მე მგონი ვიცი რა ხდება. ძალიან ნერვიულია. ეხოწები, ნუ ნერვი, ვაფშე არაფერი არა სანერვიო. ხო, მე კლიენტი რო ვერ მიშოვა. პირველ დღეს მეც ეგრე ვიყავი, დაიწყო. კაი, კიდევ ერთხელ ზუსტად ხარი რა უნდა ვქნა. ძალიან ჩაურეკებად მიდიხარ, რა თქმა უნდა ღიმილი. მე 2 წუთი თხოვრო დაგითმო და გააცნო ჩვენ პირობებს. всё, მე არა. მიდი ამ ხალხთან. კაი, მიდი შემიცი. გამარჯობა ხალბატონო. 2 წუთი თუ გექნება თავისუფალი დრო, ანუ სადაზღვევ აგენტი ვარ და მინდა რომ დაგელაპარაკო. მადლობთ, მე თვითონ დასვეულობ.
გამარჯობა. მე სადაზღვევ აგენტი ვარ და თუ იქნება ცოლული და დრო გაინტერესებს. არავინ არ მიჩნდება. აი, არა უშავს პირველი დღე მინერვები. შენ გამოგდისებ ბაბა. შენც გამოგივა დამიჯერე. თავარი არის ნერვები. და უშუალოდ. იგი ამ როგორ გან? თქო ვერ გიცანი უცებ. ხო, აი მეც ახლა გიყურებდი რა შვება, მე გორში მგონი ხარ, აქ ჩამოხვედი მუშაობა. კი, ჩამოვედი მუშაობ აქ. ძალიან კაი, შემოგვიარე რა უნივერსიტეტში. დავდივარ მე ისედაც უნივერსიტეტში. რატომ არ მინდა? რა ვიცი, თავისუფალი დამსწრე ვარ და შემდეგი სემესტრიდან ავიდგენ სტუდენტის სტატუსს. აჰა, გასაგებია, კაი, აღარ მოგაცდნენ და გნახავ, კარგად. ბატონო, ძალიან გავიხარდა თქვენი დაბრუნება. მე ძალიან გამიხარდა თქვენთან დაბრუნება. და შემდეგი ლექცია ისევ შეგექნება როგორც ხილში რა. კი, როგორც იყო ისე დარჩება ყველაფერი. ძალიან კარგი. სტუდენტების რეაქციიდან თუ ვიმსჯელეთ, ლექციამ ძალიან კარგად ჩაიარა. ო, მეც მომნატრებია ძალიან. სტუდენტები სულ კითხულობდნენ. ხო. რევან ძალიან გთხოვ, ეცადე რომ პირადმა ცხოვრებამ სამსახურში ხელი არ შეგიშალოს, ხო? კარგი. პირდები? აუცილებლად. და ნინოს ხომ არ იცი რამე? არა, არაფერი. არც აქ არ გამოჩენილა? არა, მეც არაფერი არ ვიცი. არაფერი არ ვიცი საერთოდ. არაფერი. ძალიან ხომ არ გეჩქარება? მაგრამ მაშინ წავიდეთ იმ შენ ხვაურიან კაფეში და ყავა დავლიოთ, ხო? სერმონი. ვა! დავით! რა მანქანაა შეჭი? დავითრი. ო, საკაიფო, სათაითრია შეჭი. ახამოც. ნახე? ო, ნახე. მე რატო არ მითხარი შეჭი? ირადა, შენ რო ნახე შენ რატო არ მითხარი? ეგი ნაბოზო არ მაგითხრა რა? შენი ფული რო აიღე რატო არ მითხარი? ჰა? კაროჩე ძმაო. მე მაგას სოროქტიში გავატანე და სოროქტიშივე დავივაზრატე რა. ეხლა ოდემდე აპირე, ფაშე ჩემ დაკალევე. ვა, შენი დედა, შენ შენ აკე, შეჩემო. ვა, თქვენი დედა მოკა. ვა, ირაკლი შენი დედა შენ. სისი. გამარჯობა. გამარჯობა. მინდა იცოდე რომ საჩუქრად არ მოვსულვარ. არც ბოდიშის მოსახდელად. მაგას არ ველი თქვენგან. არ იყო საჭირო გიორგის განეკოფული სამბავი. აი მაგაში ნამდვილად არ გეთანხმებით. საკამათოდ არ მოსულვარ თავიდანვე გაგაფრთხილდა. იცოდე რომ დღეიდან თქვენს ცხოვრებაში მე აღარ ჩავერე. ჩათვალე რომ შენსაც მიაღწია. ჩემსაც მიმაღწიე. გიორგი აღარ მელაპარაკება. სახლიდანაც აპირებს წასვლას შენს გამო. ჩემს გამო? იქნებ იმის გამო აპირებს წასვლას, როგორც თქვენ ჩაერიეთ მის ცხოვრებაში. მე მხოლოდ ის მინდა რომ გიორგის გვერდზე მისი შესაფერისი გოგო იყოს. ქალბატონო როსოდა, გულწრფელად მიპასუხეთ. მე რომ მიმტანი არ ვიყო თქვენი ოჯახის შესაფერისი ვიქნებოდი? ვიქნებოდი თქვენი ოჯახის შესაფერისი. აი ამ ყველაფრის მერე მოდიხართ და მეუბნებით რომ ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერევი. არ მჯერა. დეა, მე ძალიან ბევრჯერ გითხარ და კიდე გიმეორებ რა. მე მხოლოდ კარგი მინდა გიორგისთვის.
ქალბატონო რუსუდან კიდევ შეურაცხყოფას მაყენებთ. ამისთვის არ მოსულვარ. გამოგივიდეთ. მოიცა, მომისმენე რა. მე თქვენ ცხოვრებაში აღარ ჩავერევი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ოდესმე ჩემი ოჯახის წევრი გახდები. შეიძლება გიორგი მოგიყვანოს ცოლად, მაგრამ მე არასოდეს არ მიგიღებ. აი შენ გახდები დედა და გაიგებ მე აი რას გრძნობ ახლა. მე ჩემი შვილის ცხოვრებაში ასე არ ჩავერევი. კარგი. შენ ჩემთვის არ არსებობ, მე შენთვის არ არსებობ. ნახვამდის დედა. ნახვამდის. გასავთ. არა უშავს. სუდროს ხარ მოვედი. არა, არ დროს მოხვედი შემო. ქალბატონი რუსუდანი მიდიოდა უკვე. შემოდი. ნახვამდის. აუ არ ვიცოდი ისეთ სადაც ფილმით. როგორ არ იცოდი, მაგარი ფილმი არის. ნუ არ უყურებ ესეთ ფილმებს. კარგი რა, ახლა მაგარი ფილმია. ცოტნე მოვედი კანი როგორ ახარჩებო საყვარელი კარგად ცოტნე მოვედი ეგ რა არის დედა? საჩუქარი რა საჩუქარი? რა იცი არ მინახავს ჯერ და რა ვიცი მე რა საჩუქარია შორენასთან ვიყავი და იქ დავჭი და საიდან გაკ ესე მოდიოდი ქუჩაში და შემხვდა ვიღაცა ადამიანი კითხა გამარჯობა თქვენ ხართ უნდა ფუტკარაძე მოთხარი დიახ და მომცა საიდან იცოდა რომ შენ მე რა ვიცი საიდან მიცოდა ნუ ალბათ კურიერი იყო და ვისი არის რა იცი იქნება არ არის შენი ცოტნე სნერეთ არ არის ჩემი შემხვდა მითხრა გამარჯობა თქვენ ხართ ხათნა ფუტკარაძე მოთხარი დიახ თქო და მომცა რანერეთ არ არის ჩემი რა ვიცი მე აქ რამე ბარათი არა აქ არაფერი იქნება სხვისი არის შენ კიდე რატოა სხვისი არ შეიძლება რომ თაყვანისმცემელი მყავდეს მაგიტო არ მithქვამს დედა რა ეხლა მინგორი არის სულ არის ახსენიობა ახსენი აი სანამა თან ძალიან მაგარი აიმე ახეთ დეჯემს აგზუტეს ეს ძალიან კი ძალიან კაი ცოტა ნახე როგორ სუნიაკ ხო კაია ძალიან მაგარია ჩაის დალევ აუ არა მე არ მინდა შენ არა მადლობა ესე იგი მაშინ მარტო მიდავლევ მადლობა არაფრის. რა ხდება? აუ რა ვიჭედავს მაგრად დაველოდოთ ცოტა ხანი ხო? ნუ კიდე რუსუდანზე ვფიქრობ ძალიან ცუდია რო აქ ვნახე გეხვეწები, ნუ გაფიქრობ მეთქი რუსუდანზე ხო გითხარი? რა ვიცი მაინც გიორგის რო უთხრას უთხრას კიდე მოხდა რა მე მოხდა რა მე და გიორგი ერთად აღარ ვართ ანუ საერთოდ აღარ კონტაქტობთ? არა გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი რომ ერთად არ ვიქნებით მაინც რა აზრი არ აქვს და ჩვენზე რას ფიქრობ? ჩემზე და შენზე? ხო ილო რა ვიცი შენთან თავს მართლა კარგად გრძნობ ამ ეტაპზე ეს საკმარისია სრულიად მე მინდა იცოდე რომ ძალიან მომწონს ხარ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი იყო აბა რა ხდება? აი გახსნა გახსნა? აბა ვნახოთ აუ ნახე გეხოცები არაფერი არ დამიმალო ხო? რა ხდება? მითხარი არ მიმიღეს? ო მითხარი რა ორივე მიგვიღეს აუ რა მაგარია აუ მანახე რა გეხოცები კილოცავ მადლობა
აბა, ნახოთ. ეს არის ხო? მე შენს ნახე რას ხწები. მოვედი. მერე შეხედე რომელი საათია. 13 საათინად ვიყავი. რა ბეჭედი გახდი ამისთან დილის 9 საათიდან ქუჩაში რო წამწალებ. ამ სახში რა მაგი და არა გაქვს თუ წიგნი? უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი. რო გირეკავდი რათან პასუხობდი? არ მესმოდა. რამ დაგაყრუა ასე? გამორთული მქონდა ხმა სხვებს ხوار შევაწუხებდი იქ. ნინი, შენ ახლა ისე ნუიზამ რომ გამოგათრიო მაგ უნივერსიტეტიდან იცოდე. ვერ ხვდები ახლა რა გინდა? გოგო, შენ გაგიჟდი, დაგავიწყე და ცოტა ხნის წინ რო დაქრივდი? არა, არ დამვიწყებია, ყოველდღე მაგას მახსენებთ. ხო და მოიქეცი შესაფერისად. რას ნიშნავს შესაფერისად? ანუ არსად არ წავიდე, არ ვიმეცადიო და ვიჯდე სახლში? რადაც ყნარად იყავი, 1 საათში მანქანა ჩადის 15 წუთში ჭორები. ეგრე გორში ხოვიჯექ და რატო ჩამომიყვანეთ მაშინ აქ? ხო და შენ ისე ნუიზა მოკიდო ხელი და უკან წაგათრიო, გაიგე? კაი დედა რა, ვერ ხვდები რა გინდა რა. იცოდე ნინი, არ გაიგოს მამა შენმა აქ როგორ იქცევი შენა. რაიმე არ ვიცი სწავლას თუ მეგრძალებოდა. გეგრძალება იცოდე ყველაფერი. უნივერსიტეტის სახლი. მორჩა ამაზე ლაპარაკი. მოყვედი? ხო, მოვედი. შენ დამავიდნენ რაღაცა წამოვიდა და გინდა დაგეხმარო? არა. შენ ჯამრამის, გინდა პირველ მომიწაში. არა, ნაჭარმა. რა, მაშინაც მია შეჭამ. პიცა გამოვიძახი, არის კიდე და გააცხინე. პიცა კაია. მოვისმინე, ხდება რამე შენთან ახლა. აუცი, არა. იმ ახალ პროექტზე რა ხდება? არაფერი, თვის ბოლომდე არ იქნება პასუხი და ველოდებით. ჩვენმა ლექტორმა თქვა, ძალიან კარგი პროექტია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. და ეგრეც იქნება მე. რა გვინახე? რა გვინახე? აუ, იცი რა მაგარი თამაში იყო? ხო. სანდრა მენახშვილო, გადავაყო და უყურებ აუცილებლად. იმდენი საქმეები დრამაზე იყრის ახლა კენს მაჟორიტარად და მე ვარ უკვე მაგის ადგილას. აჰა. გილოცავ. მადლობა. მაგიტომაც ვერ ვიცლი ვერანაირად. შენ ადრეც ვერ იცლი. გინდა შემდეგ კვირას ვითამაშოთ. არა, ეხლა მე აღარ მცალია. ახალი კონკურსია და იქ შეგვაქვს ჩვენი პროექტი. მეცე უკან, მეცე ხრავაზე მიდეკავს. კაი, მე გავიდე. მეცე მიდი ხარ? ხო, ფული გაქვს, ფული. კი, ჩამერიცხა სტატიის ჰონორარი. არ დააგვიანო, ლუკა. მოვალ რა. ისმენ გამას. და როგორ ხარ? არაფერი არ გეხვეწები, ეხა არ ინერვიულობ, კარგად ვარ ძალიან. რა არაფერი რა არის ეს? მაგა, პანიკები არ მინდა, ხო? არა, სად მოახერხე ერთი მითხარი. ყველგან შენ როგორ უნდა გაეხვე შარში? ლელა, ხო, შენ მაინც გაჩერდი რა. რა მოხდა მითხარი? მოკლედ, ეზოში ჩუბობდნენ ბიჭები რა, ჩავედი გასაშველებლად და ხოჭი როგორც ხდება რა. დათო, რას მატყუებ? მაგა. ას გატყუებ. იმამბების გამო მოხდა ხო ისე? რამდენჯერ გთხოვე? ვერ ისწავლა ჭკუა, ხო ხედავ? ხალხო, ეხა ნუ გადამიყვანთ რა გეხვეწები ჭკუიდან რა, ჯერ იყო და პატრონმა ბურღავ და ეხა თქვენ მიბურღავთ ტვინს რა. და იმათაც ეგ ვერსია უთხარი, ხო? ეგრე იყო და რა უნდა მეთქვა ალბათ. ძალიან გტყივა? არა, ეხა საერთოდ არ მტკივა. რამდენჯერ გთხოვე დათო რა? რატო არ მიჭერებ ვერ ხვდები? სულელი გონი ვარ? არ გონი ხარ მაგას თუ არა, არ გონი. არის ისეთი რაღაცეები, რასაც მარტო კაცები აგვარებენ და ქალები ვერ არის. კაცების მოგვარებული საქმე მანაა. ო, კარგი რა ლეილა. კარგი რა ლეილა არ უნდა მაგას. ეს გვინდოდა ახლა კიდე. ხო, ეხა ნუ დამტირით რა. კი არ მომკვდარო, არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი არ არის რა. დაჟე ფიქრობდი კი არ და უთხარი, დღესვე გამწერეთ მეთქი, მაგრამ არ ქნეს რა. დამახوارგინდა. აი მე არაფერი არ მინდა რომ არ ინერვიულოთ რა და მალე გამწერონ რა. კაუ დაუბრიდავ ეხლა. დაგბრიდო. არის ტრაკი. კარგი დაწნარი შეეცეხა და მინიტი ვაფშე. გააჩვით ვაფშე და მოვიტარ მეთქი. ტრაქში გაიკეთე ეხლა შე. პირადობის მოწონა ბიჭო. რა ხდება? მოდი აქე. პირადობის მოწონა. რასთან დაკავშირებით? გოლები კედელზე. არაფერი რომ მივედი ვიღაც ბიჭი ესტუმრა.
ვინ ბიჭი? დანარჩენი 15000. შენ საერთოდ გახსოვს ოჯახი რო ყავს? სამსახურში ვიყავი.